100,000-ობით ადამიანმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას? 4 ოქტომბერს თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი. 500 პუნქტი ივანიშვილმა იცის, რომ არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ გააკონტროლებს. დილიდან, როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მიიღებს დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა. ვიღაც ალბათ იფიქრებს დაგიჯერებთ. ვერ დამიჯერებთ. ჯერერთი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, რომ დამიჯიროს, ან ვინმე დაიჯიროს. და მეორე, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, საკრებულოს არჩევნებზე. მისი სტრატეგიული ამოცანა შვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია ვერ იქნება მიღწეული. შესაბამისად, ის მაინც დაემხობა. არის კიდევ მესამე გზა. თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე როგორც ერთი ადამიანი იმ წუთიდან დავჯდები სახლში და ვიდრე 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი. გნებავთ ვაჭრობა დაარქვით ბატონო ივანიშვილო, გნებავთ თქვენი საყვარელი საქმიანობა. გნებავთ მუქარად მიიღეთ. თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები, თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობთ. ერთ საიდუმლოს გადივხელთ. 4 ოქტომბერს ვინც მოახერხებს კახი კალაძის კაბინეტიდან გადაიღოს და Facebook-ზე ატვირთოს სელფი, ის გახდება თბილისის მომავალი მერი. რევოლუციის პრინციპია ასეთი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის მიერ რამოდენიმე წუთის წინ დაგავებულია პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის და თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი ზვიად კუპრავა. გამოძიების მასალების მიხედვით 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად მან შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით მან არჩევნები რუსულ სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლება ივანიშვილად მოიხსენია, რაც ბუნებრივია ვერ გამორიცხავს საქართველოს სისხლსამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულებრივობას. ასევე კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა. შესაბამისად ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სისხლსამართლის კოდექსის 317, 353 მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს. საგულისხმოა, რომ ვიდეო მიმართვაში დანაშაულის ჩადენის მოტივიც დაასახელა. ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფო ხელისუფლებას, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს მჟავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ პოლიტპატიმრებად მოხსენიებული სხვა ბრალდებულები თუ მჟავრდებულები. აღნიშნა საჭიროების ის ფაქტიც, რომ გარდა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა, ბრალდებული აანონსებდა სხვა დანაშაულის ჩადენასაც, რომელიც გათვალისწინებულია სისხლსამართლის კოდექსის 162 მუხლით, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყურადღებით შეისწავლის ყველა მსგავს განცხადებას თუ დანაშაულებრივი მიზნით განხორციელებულ ქმედებას მათი სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.